საქართველო მიყვარხარ საქართველო მიყვარხარ ისეთი დღეები, ისეთი თვეები და წლები, როცა ძალიან უჭირდა ეკლესიას და ვეღარ პოულობდი გზას. იმ დროს დაიწერა ძალიან უბრალო, მაგრამ გულიდან ამოსული საგალობელი. არის შემთხვევა, როცა ადამიანი ეცემა, ვეღარ მიდის წინ, ეცემა და სთხოვს უფალს. უფალო, მე არ მაქვს ძალა, რომ მოვიდე შენთან, შენ მოდი ჩემთან. დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი, ჩვენი ილია მეორე. ვისაუბროთ იმ დიდი ადამიანის შესახებ, ვინც ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი ხალხისთვის დაიბადა საბედნიეროდ. ვისი გულიც ფეთქავდა საქართველოსთვის, ვინც იყო ჩვენი სიმშვიდე, სიბრძნე, სიყვარული, იმედი, ვისი ლოცვაც იყო ყველაზე ძლიერი და მაინც ასეთ რთულ, უმძიმეს დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ბედნიერება იყო მის ეპოქაში ცხოვრება. სიტყვა მადლობა დღეს ძალიან უსუსურად და ძალიან პატარად მეჩვენება, ჩვენც ძალიან პატარები ვართ დღეს მის გარეშე, მაგრამ ასე უნდა დაგვეწყო აუცილებლად. მადლობა ყველაფრისთვის პატრიარქო. მე შევთხოვს რომა გადმოხედა საქართველოს თავისი მოწყალეთობით ალბადმინოსონ ძიმე ჟურით რათა გავაგრძელოთ გზა უფლისა შემიგეთ მოპატიეთ ჩემით წლების წინ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბათუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური იყო პირველი საგალობელი დაწერა და ამის შესახებ მაშინ არავინ იცოდა. ის ახალგაზრდა მღვდელმონაზონ ილიას სულის სიმფონია იყო. გულით რომ წერდა და არა ნოტებითო. სულის მუსიკად კლასიკას რომ აღიარებდა და მერე თავადვე რომ შექმნა სულში ჩამწვდომი საგალობელი. ყველას დარწმუნებული ვარ, ყველას ძალიან რომ გვიყვარს წმინდაო ღმერთო. ახლა ისტორიულ კადრებს გაჩვენებთ კიდევ ერთხელ ოთარმა გვაჩვენა გადაცემის დასაწყისში 1977 წლის 25 დეკემბრის კადრები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი ილია მეორეს აღსაყდრება. მაშინ ხალხი მილიციის კორდონებს გაარღვევს და სვეტიცხოველში დაუპატიშებლად შევა. მერე დაწერენ, რომ სვეტიცხოველს ასეთი ხალხმრავლობა
დიდი ხანია არ ახსოვს. თითქოს ხალხი გრძნობს, რომ რაღაც დიდი ისტორიული მოვლენის მონაწილეა. ზუსტად არავინ იცის რა იქნება მერე. იცის მხოლოდ 44 წლის კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და თანაც იცის ზუსტად, რომ ეკლესია უნდა გადარჩეს. ყველაზე მძიმე იყო ის, რომ ხალხი იყო გაყოფილი. ეკლესია როგორღაც ცალკე იყო. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ათეიზმი დაენერგათ და ნაკლები ხალხი მისულიყო ეკლესიაში. აი პირველი მიზანი, რომელიც მე დავისახე, ეს იყო ერის გამთლიანება. ერთმანეთის გახარება და გაბედნიერება ისწავლეთ. გულისტკენა ყველა შეუძლია. წესად დაიდეთ ყველა მისი არ დაღამდეს, რომ ერთ ადამიანს მაინც არ მიანიჭოთ სიხარული. დიდი ნიჭია თავშეკავება, ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება. როცა ამ ნიჭს ფლობ შენ უკვე იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. აი ასეთი საოცარი, მართლაც საოცარი ფრაზები და რჩევები დაგვიტოვა ილია მეორემ. მიყვარდეს ღმერთი, მიყვარდეს ადამიანი, მიყვარდეს ერთმანეთი. წელს იმ ისტორიულ დღეს, რომლის კადრებით ცოტა ხნის წინ ნახეთ, მხოლოდ და მხოლოდ 50-მდე მოქმედ ტაძარს გადაიბარებს. ამ ტაძრებში მომსახურე 70-მდე სასულიერო პირს და მხოლოდ რამდენიმე მღვდელმთავარს. სულ ეს იყო მაშინ მთელი ქართული მართლმადიდებელი 60-სიქულო ეკლესია, 50-მდე მოქმედი ტაძარი. სხვა ტაძრები დაკეტილი, გაუქმებული, დანგრეული, საცხოვრებლად აბანოდ საწყობებიდან თეატრად ქცეული. თითზე ჩამოსათვლელია მორწმუნეები. ასეთ მემკვიდრეობას გადაიბარებს იმ დღეს საქართველოს ეკლესიის 151 წინამძღვარი, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პატრიარქი. ეს იყო 25 დეკემბერს, როცა მთელი სვეტი ცხოველი და ეზო და მთელი ქუჩები გაივსო ახალგაზრდობით. და ეს იყო იმედი. ერის სულიერ გადარჩენას წინ გაძღოლა საკუთარი მხრებით იტვირთავს. რწმენის დაბრუნების გზაზე ივლის მოთმინებით და არა სულსწრაფობით, თხოვნით და არა ძალმომრეობით, სიყვარულით და არა მუქარით. ასე ჩაიბარებს სუდარა გადაფარებულ ქართულ ეკლესიას და მგონი ყველას კარგად გვახსოვს ეს ფრაზა და თავადვე იტყვის, რომ ასე დაიწყება პატრიარქის მზიანი ღამე, ეპოქა, რომელშიც ჩვენ საბედნიეროდ სწორედ მასთან ერთად ვიცხოვრეთ. Patriarchova იყო მზიანი ღამე. ეს მზიანი ღამე გრძელდება, მაგრამ მალე გათენდება. მურაფრისა მუშეგეშინდებათ. საქართველო არადროს არ დაეცემა. საქართველო გაბრწყინდება. პატარა ირაკლი ახლა მის ბავშვობაში უნდა დავბრუნდეთ ყველა ერთად, მოგეხსენებათ ერისკაცობაში ირაკლი იყო მისი სახელი, როგორც თავად ამბობდა პირველ სულიერ აღზრდას მშობლებისგან მიიღებს. მამის გიორგი ღუდუშაურის შიოლაშვილის ყოველი დღე ლოცვებით იწყებოდა, დედის ნატალია კობაიძის შესახებ კი მოხევები ამბობდნენ პირიდან თაფლის წყალი ამოსდისო. ირაკლის ბუნებაში ყოფნა უყვარდა, სწორედ ბუნებაში გრძნობდა ყველაზე მეტად ღმერთის ხელს. უყვარდა ცხოველები, ქუჩაში უპატრონოს დარჩენილები თურმე სახლში მიყავდა და უბრალოდ ოცნებობდა. რის შესახებ ოცნებობდა ის ბავშვობაში, ამას უკვე თავად გვიამბობს ფრაგმენტი ერთ-ერთი ინტერვიუდან. მიყვარდა ბუნება. ამ შესანიშნავ ბუნებაში ვიზრდებოდი და ფიქრობდი, რომ სოფლის მეურნეობის მუშაკი გამოვიდოდი, ამ ზოოტექნიკოსი გამოვიდოდი. ხანდახან მიტაცებდა მედიცინა.
ვაგროვებდი რეცეპტებს ხალხური მედიცინის დარგში და მინდოდა ისეთი ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილიყავი რიგითი ადამიანი და ეს იყო ჩემი ოცნება. პირველად თურმე შოთა რუსთაველი დაუხატავს ჯერ კიდევ ბავშვობაში, თავმდაბალი და ძალიან თვითკრიტიკული ყოფილა, ამბობდა, რომ ხატი სარკმელია, საიდანაც ადამიანი ცას ხედავს. ხატვისას სულიერად ვისვენებო, ამბობდა და ფიქრობდა, რომ ხატვის ნიჭი ყველა ადამიანშია. განსაკუთრებულად თურმე ფიროსმანის ფერები მოსწონდა. თავად კი ყველაზე მეტად თამარ მეფის ხატის წერა უყვარდა. მაყურებელს ესმის შესრულება ასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. მშობლები ჯერ სოფელ სნოში ცხოვრობდნენ, მერე დროებით ვლადიკავკაზში, ოჯახში განსაკუთრებული პატივისცემა იგრძნობოდა, ხმამაღალ საუბარს ვერასდროს გაიგებდითო იტყვიან. ქრისტეშობის დღეს 3 დღის ახალშობილს მონათლავენ და სახელს მეფე ერეკლეს პატივსაცემად შეურჩევენ. ეს პატარა ბიჭი წლების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პატრიარქი გახდება, რომელსაც იმ დღეს, იმ 25 დეკემბერს არ ექნება არავითარი დასაყრდენი გარდა რწმენისა. გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან ხვალ შეიძლება გვიანი იყოს. ყოველი წამი დააფასეთ, ზოგჯერ შეიძლება იმ წამს ნატრობდეთ მთელი ცხოვრებაო, ამბობდა ილია მეორე. ალილუია, 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 მამამ გიორგიმ ვლადიკავკაზში თურმე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამლოცველო მოაწყო. მათი სახლის კარი ღია ყოფილა დევნილი სასულიერო პირებისთვის და გაჭირვებული ადამიანებისთვის, ყველასთვის, ვისაც ჭირდებოდა. ის, რაც მოხევების სახლში ხდებოდა პატარა ირაკლისთვის, ყველა გაკვეთილზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. საეკლესიო ცხოვრებასთან შეხება მას თურმე სამედიცინო მისწრაფებაზე ააღებინებს ხელს და სასულიერო სემინარიისკენ უბიძგებს. ჩვენთან არს ღმერთი. ამინ. სემინარიას თურმე პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრებს და როგორც საუკეთესო სტუდენტი სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხება. არქივში ინახება მისი ჩათვლის წიგნაკი და ამ კადრსაც ახლა ეთერში გაჩვენებთ. ყველა საგანში წერია ფრიადი. აკადემიაში სწავლისას საოპერო დადგმებს ესწრება თურმე თეატრში და ოპერის გამო ზოგჯერ აკადემიაშიც აგვიანებს და ამბობს, რომ ბიბლიოთეკაში იყო. სწორედ ასე იწყება თურმე მისი და მუსიკის ძალიან დიდი და ხანგრძლივი სიყვარულის ამბავი. ეს ჩემშია. ალბათ ყოველი ადამიანის წერს სიმღერას თუ საგალობელს იმას, რაც დიდი ხანია ჟღერს მის გონებაში, მის სულში და ეს გამოვლინდება. სტუდენტს, როგორც საუკეთესოებზე საუკეთესოს თურმე საშუალება იძლევა ლექციები წაიკითხოს სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, თუმცა საპატიო კარიერაზე ილია მეორე იტყვის უარს და სამშობლოში დაბრუნდება. She
24 წლის იქნება სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი აპრილის 16-ში თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად რომ აღიკვეცება. იმ პერიოდის ახალგაზრდებს შორის ის პირველი მონაზონი იქნება და გაჩვენებთ უნიკალურ ისტორიულ კადრებსაც. ხედავთ ახალგაზრდა ილია მეორეს, თურმე მის ბერად აღკვეცას არ ესწრება არც ერთი ქართველი და ასეთ მძიმე ვითარებაშია მაშინ ეკლესიაო თავად წერდა, ბერსახელად ილია ეწოდება და შეგვიძლია ახლა ეთერში მისი მოგონება გავაცოცხლოთ სწორედ სახელთან დაკავშირებით. ველოდებოდი, რა სახელს იტყოდნენ. მე უფეზინობმა კი უეცრად წარმოთქვა. ილია. ეს მოულოდნელი იყო ჩემთვის და თითქოს შევწუხდი კიდეც ამის გამო. სიტყვას და მით უფრო სახელს აქვს საოცრად დიდი ძალა. ერეკლე ნიშნავს ფიზიკურ ძალას. ილია კი ღვთის ძალას. საოცარი დამთხოვა მოხდა. ფიზიკური ძალა ღვთის ძალით შეიცვალა. მერე იქნება ბათუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმონაზვნობა, იღუმენის შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში აყვანა ქორეპისკოპოსობა და ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსობა. ეპარქიას 11 წლის განმავლობაში მართავს და იქ აფხაზეთში მისთვის ემოციები სულ სხვანაირია და ამბობდა კიდეც, რომ ეს მისთვის ძალიან მძიმე პირადი ტრაგედია იყო. ერთხელ ერთმა აფხაზმა ქალმა შედედებული რძე მომიტანა. მეტი არაფერი ჰქონდა და ამით გამოხატა სიყვარულიო, იხსენებდა თავად ილია მეორე. დადგება ის ბედნიერი დრო, როცა მთელი საქართველო გამთლიანდება, როცა სოხუმში და აფხაზეთში ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს გამთლიანებას. ჩვენ არაფერი გვიჭირს, შენ გადი იოლასა. იყავი კარგა, ჩვენს წუთისოფლში ცხოვრება სიზმარია. კიდავ და კიდავ ღმერთი იყოს შენთანა. შენი მამა. წერილი ილია მეორეს მამისგან. ამ ემოციურ სიტყვებს კი, რომელსაც ახლა ამოგიკითხავთ, წლების შემდეგ მას ბავშვები დაუწერენ. ვიტოვებ იმედს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩამიკრავთ გულში და მაშინ ალბათ ყველა სიკეთეს ვეყოფი დედამიწაზე. ბევრისთვის იმედი, ნუგეში, მრჩეველი, უბრალოდ მეგობარი, მსმენელი. გოდერძი ჩოხელისთვის ქართველი ერის გულთაბოძი, შვილ დაკარგული მშობლებისთვის კი ყველაზე დიდი დასაყრდენი. მოусმინოთ გურამ დოჩანაშვილს. ნუ გამიჭირდება ხოლმე იცით აი რომ შევხედა ხოლმე და რა პიროვნება როგორ ისე ძალა მეძლევა იცით აი განახლებული იმით ვიწყებ ხოლმე მუშაობას და არ შემიძლია რომ არ დავინახო იცით შვილ დაკარგული მშობლებისთვის მხოლოდ დასაყრდენი ნამდვილად არ იყო ილია მეორემ ჩვენი ქვეყნისთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები პირდაპირ მნიშვნელობით დაგვიბრუნა და გააცოცხლა მისცა ძალა ჯერ ეცოცხლათ მერე ეცხოვრათ მათ შორის თემურ ციკლაურს რომელმაც გახსოვთ ალბათ საქართველოს იმედს მადლობა სცენიდან გადაუხადა და სწორედ ილია მეორეს უნდა ვუმადლოდეთ რომ თემურ ციკლაური სიცოცხლის ბოლომდე იდგა და ჩვენს საქართველოს იმედს, სულს, მამას, ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდეს და უნეტარეს. იმიტომ რომ მისმა მამობრივმა სიყვარულმა, მისმა დარიგებამ, მისმა მოფერებამ, მისმა გვერდში დგომამ მე სენაზეც დამაყენა და მე და ჩემს მეუღლეს სიცოცხლე შეგვინარჩუნა. არც მეტი, არც ნაკლები. მადლობთ მას, მუხმობრი წლების წინ ჯერ კიდევ ახალი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე პირველ წირვას თურმე სიონის საკათედრო ტაძარში 3 იანვარს ჩაატარებს. წირვის დასრულების შემდეგ კი ეკლესიაში მისულებს ფურცლებზე დაბეჭდილ ტექსტებს თავად დაურიგებს. ფურცლებზე ეწერა მამაო ჩვენო. ასე გაგრძელდება შემდეგ წირვებზეც პატრიარქი თურმე თავადვე არიგებს მრევლში სხვადასხვა ლოცვის ტექსტებს ხელოვნური გაუცხოების კედელი კი თანდათან ინგრევა ბევრ სურვილი უჩნდება ახალგაზრდა პატრიარქის ნახვის ვინც ადამიანებს სულის სიკეთის სიყვარულის პატივისცემის მარადიული ფასეულობების შესახებ ესაუბრება მალე პატრიარქის გვერდზე გაჩნდებიან სტუდენტები მათთვის უკვე ყველა გზა სიონის ტაძრისკენ მიდის პატრიარქი გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას
ამაშია ძალა ქართველი ენისა. ათონის მთის გუბერნატორთან ერთად ილია მეორე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩნდება. 1918 წლის შემდეგ ეს მეორე შემთხვევა იქნება, როცა მთავარ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პატრიარქი სტუდენტებს შეხვდება. იქამდე თბილისში ჩამოსვენებულ მიხეილ თამარაშვილის პანაშვიდზე მივა და საზოგადოება მაშინ თურმე პირველად ნახავს პატრიარქს ტაძრის გარეთ. მე გავაკეთე ის რაც შემეძლო და სხვამ გააკეთოს უკეთესი. წამდეთ და გიყვარდეთ. აი ეს თუ იქნება საქართველოში, საქართველო აუცილებლად გადარჩება. 1978 წლის შემოდგომაზე კი ოპერისა და ბალეტის თეატრში თურმე წარმოუდგენელი რამ მოხდება. პატრიარქის დანახვაზე მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგება. მერე ის გააცოცხლებს საეკლესიო დღესასწაულებს და აწესებს ბავშვების დალოცვას ყოველ ორშაბათს, ქადაგების საღამოებს. უფრო და უფრო მეტად დაუახლოვდება ყველა ფერის ადამიანს. წერილები კი მასთან ისევ მივა. ნინოობას გწერ ამ წერილს, იყავ კარგა. ღმერთი იყოს შენი მფარველი, ღვთისმშობელი. ნინო საქართველოს განმანათლებელი გეხმარებოდეს და გფარავდეს შვილო ჩემო. შენი დედა. წმინდა მამები ამბობენ, რომ როცა შენ იმყოფები განსაცდელში, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი ძალიან ახლოსაა შენთან. ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი რაღაც სიხარულს გიმზადებს შენ. როცა იმყოფები სიხარულში და განცხრომაში, იცოდე, რომ განსაცდელი ძალიან ახლოს არის. პატრიარქის ლოცვა კურთხევით ერის და ეკლესიის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ილია ჭავჭავაძე წმინდანად შეირაცხება, ეწოდება წმინდა ილია მართალი. მას შემდეგ საქართველოს ეკლესიის წმინდათა დას მრავალი წმინდანი შეემატება, მათ შორის ცოტნე დადიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ამბროსი ხელაია, დიმიტრი ყიფიანი, ბერი გაბრიელი. პარალელურად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი საქართველოს 60 ქულო ეკლესიისთვის ჩამორთმეულ სტატუსზე დაიწყებს მუშაობას. დაჟინებით ითხოვს კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქისგან 2 საუკუნის წინ გაუქმებული სტატუსის აღდგენას, ავტოკეფალიის აღდგენას და არა მინიჭებას. საქართველოს მართლმადიდებელი 60 ქულო ეკლესია უნდა იკავებდეს იმ კანონიერ ადგილს, რომელიც მას მეხუთე საუკუნიდან ეკავა, წერდა კათოლიკოს პატრიარქი. ჩვენი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობისა და უბედობისა გამო დაკარგული იყო ის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა ავტოკეფალიას. ჩვენ ქონდა ძალიან მრავალი წლის განმავლობაში დიდი კამათი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, რომელიც ასმევდა საქართველოს ეკლესიას როგორც დამოუკიდებელს. 1990 წელს კი მეცნიერების, ისტორიკოსების და თავად პატრიარქის ხანგრძლივი და დაუღალავი შრომით მსოფლიო საპატრიარქო მიანიჭებს მტკიცების სიგელს, რითაც აღდგება ისტორიული სამართლიანობა და მთელი მართლმადიდებელი სამყარო ცნობს საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ავტოკეფალიას. ღმერთმა გაალოცოს, დაახაროს და გაუწვიოს საქართველო. საქართველო, მიყვარხარ. საქართველო, მიყვარხარ. საქართველო, მიყვარხარ. თავად ამბობდა, რომ მისი ყველაზე დიდი, რაც მისი მოღვაწეობის დროს გაკეთდა, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე იყო 7 გზის ლოცვა, რომელსაც ქართველი ხალხი დაუბრუნდა დღეში 7 ჯერ, ერთსა და იმავე დროს ხალხი სხვადასხვა ადგილას, მაგრამ
ერთდროულად ლოცულობსო ამბობდა თავად. იქნება მძიმე და იქნება უმძიმესი პერიოდებიც, რა თქმა უნდა, მისი მოღვაწეობის და ცხოვრების განმავლობაში. გახსოვთ, იქნება 9 აპრილი ილია მეორეს თხოვნა და ისიც რომ საშიშროება რეალურია. იქნება 2008 წელიც აგვისტოს უმძიმესი კადრები, რომელსაც ახლა ჩვენი მაყურებელი ნახავს ეთერში და ჩვენი პატრიარქი, რომელიც ცრემლებს ვერ შეიკავებს და გადაღებულია ეს კადრებიც, ის ჩაიტანს ჰუმანიტარულ დახმარებას, წამოიყვანს დაჭრილებს და გადმოასვენებს გარდაცვლილ სამხედროებსაც. შვილები ცოცხალი. ეს უნდა გახსოვდეს. მე მინდა რომ იმათ სულება გაიხარო დღეს. 10 წრეულობით გამოკეტილი ეკლესია მონასტრების გაღებამ, აღდგენა და შენება, ვერ მონაზვნების მრევლის გამრავლება, ქართული საეკლესიო გალობის აღდგენა, მერე თავად რომ გახდება 49,000-მდე ბავშვის ნათლია, სასულიერო სემინარიის და აკადემიის დამაარსებელი. თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცემა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებული, საეკლესიო კალენდრები, წიგნები. არ ვიცი, იცის თუ არა მაყურებელმა, რომ თბილისიდან ამოეწერება და ჩაეწერება სოფელ ფოკაში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, კაცრავად, იქაც რომ მიშვას ადამიანების გულებში ქრისტე. მერე კი როგორც ერთხელ თავად აღნიშნა, ჯვარს დაიდგამს სამების ტაძარი, როგორც გვირგვინი უფლის მადლის. წმინდა სამებამ თბილისში დაიდგა თავისი ტახტი. არ მგონია რომ სოფლიოში იყოს ასეთი ლამაზი წმინდა სამების ტაძარი. ილია მეორე ამბობდა, რომ სიყვარულია საფუძველი ადამიანის არსებობისა, რომ ბედნიერია ის ადამიანი, რომელშიც ქრისტე იშვება. მას კი ისევ მიწერენ წერილს. შევნატრი ღმერთს შენს
ჯანმრთელად სიცოცხლეს ჩემო გულო. კარგად იყავ ჩემო სიცოცხლევ. ვეხვეწები ღვთისმშობელს რომ გიფარავდეს და გიხსნიდეს ბოროტისგან. წერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი. ასეთი იყო ის დედისგან დალოცვილი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთ მყრობელი, ჩვენი ქვეყნისთვის მლოცველი, ჩვენი სულიერი მამა. ილია მეორე, ჩვენი მფარველი ანგელოზი, უკვე ჩვენი მფარველი ანგელოზი, გვიყვარხარ პატრიარქო. საქართველო მიყვარხარ საქართველო მიყვარხარ გასული